27 იანვარი არის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღე. მისი აღიარება როგორც საერთაშორისო დღის და მისი ყველა ქვეყანაში აღნიშვნა ეს არის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეზოლუცია შესაბამისი რეზოლუცია 2005 წლის. ხა ჩვენი დამოკიდებულება დღევანდელი დღისადმი. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად ებრაელი ხალხისადმი. და ბუნებრივია საქართველოშიც არის დამკვიდრებული ტრადიცია რომ დღევანდელი დღე აღინიშნოს. მე მოხარული ვარ და ბედნიერი ვარ ერთ-ერთი არჩევანი სად უნდა ყოფილიყო დღევანდელი დღის აღნიშვნა მოხდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დევნა ადამიანების ყველა შემთხვევაში ეს არის არა იმ ერის ტრაგედია მხოლოდ, არამედ ეს არის ცივილიზებული სამყაროს ჯანსაღი ნაწილის სოფლიოს ტრაგედია. დღეს ეს უნივერსიტეტი არის მსგავს ბედში. ის არის დევნილი თავისი ძირძველი ისტორიული მიწიდან, თავისი სახლიდან, კარიდან და ადამიანები დროებით თავშესაფარს. კი ბატონო, თავის სამშობლოში, საქართველოში, მაგრამ არა თავის სახლში, არა თავის მიწაზე, არამედ დედაქალაქში პოულობს და განაგრძობს ცხოვრებას და არსებობას. და მე მინდა გაიმარჯვოს რა სიმართლე და აღდგეს ქვეყნის ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის თლიანობა, ამ უნივერსიტეტის გამარჯვება, ებრაელი ხალხის გამარჯვება რაშია? ფესვებთან დაბრუნებაში. რატო იყო მოწოდება და რატო იყო ყველა ებრაელის განცდა, რომ დაბრუნებოდა თავის ისტორიულ მიწას? იგივე მოწოდება და იგივე განცდა დღეს ყველა ქართველს და ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს აფხაზეთის მიწის შვილს დაუბრუნდეს თავის მიწას. ღონისძიებები დღეს დაიწყო ტელეფონით ქნესეთიდან ჩაერთო ალიის და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბიტანი. ამის შემდეგ იყო ჩართვა ქალაქ ონში, მინდა გითხრათ რომ ონი არის პირველი ქალაქი კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში, სადაც არის მონუმენტი ჰოლოკოსტის და იმ ქართველის, რომელიც აქვს სტატუსი მართალის, სერგი მეტრეველი, რომელმაც გადაარჩინა ებრაელი. ჩვენთვის ებრაელებისთვის 6 მილიონი არ არის ან მარტო ციფრი, ან რიცხვი, ეს არის 6 მილიონი ანდერძი, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა, რომ ეს არ გამეორდეს და ჩვენთვისაც ეს არის იმედი, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი ისრაელიდან ხელი გაუწოდოთ მეგობარ ქვეყნებს და საქართველოსთან გავაძლიეროთ ურთიერთობა. ჩვენ გვჯერა რომ ქართული და ქართულ-ებრაული ურთიერთობები უნდა გადავიყვანოთ საქართველოს, ისრაელის და მსოფლიო ებრაელების ურთიერთობებში. ამისათვის აუცილებელი არის ახალგაზრდაობის ჩართვა, 4 უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა. ჩვენ გეგმავთ მათთან ერთად რომ ისრაელში ვიზიტები გავაკეთოთ იად ვაშემის უნივერსიტეტში და ასევე თბილისში გეგმავთ ჰოლოკოსტის მონუმენტის გაკეთებას და ჩვენ გვინდა რომ საქართველოს როგორც იყო ტოლერანტული ქვეყანა ის გაგრძელდეს როგორც ტოლერანტული ქვეყანა. რა თქმა უნდა საქართველოს არ არის ანტისემიტური ქვეყანა, მაგრამ ანტისემიტიზმი არის ბევრ ქვეყნებში, საქართველოში ყველაზე მცირე რაოდენობით, მაგრამ მე მჯერა რომ ამ აქციებით, ერთობლივი მუშაობით საქართველოს გააგრძელებს და იქნება ტოლერანტული ქვეყანა და ისე ვამბობ რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობები უნდა გადავიყვანოთ საქართველოს, ისრაელის და მსოფლიო ებრაელების ურთიერთობებში.